1067 დღეა უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ომს ყოველდღიურად ეწირებიან ადამიანები, არ მხოლოდ სამხედრო პირები და მებრძოლები, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები. გაეროს 2024 წლის ნოემბრის მონაცემებით მიმდინარე ომში 2406 ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა მძიმედ. ქვეყანა, რომელიც 2022 წლამდე განვითარების გზას ადგა, მესამე წელია ცეცხლის ალშია გახვეული. ომმა ქვეყანას სიკვდილი, ნგრევა და ყველა მიმართულებით უკუსვლა მოუტანა. მსოფლიო გამოცემები ყოველდღიურად გვიჩვენებენ მიწასთან გასწორებულ სკოლებს, საბავშვო ბაღებს, ეკლესიებს, კლინიკებსა თუ საცხოვრებელ სახლებს. 2024 წლის ნოემბრის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რომელსაც გაერო აქვეყნებს, 6.8 მილიონ უკრაინის მოქალაქეს საკუთარი სახლის დატოვება და უცხო ქვეყანაში გადასახლება მოუწია. 4 მილიონი უკრაინელი საკუთარ ქვეყანაშივე გახდა ლტოლვილი. 14.6 მილიონ უკრაინელს კი სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება. ეს რიცხვები კი ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება. ომი უდიდესი გამოწვევაა, როგორც უკრაინისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს უკრაინისთვის ომის დაწყებიდან დღემდე მილიარდობით დოლარის დახმარება აქვთ გამოყოფილი. თავდაცვითი საშუალებები, რაკეტები, დრონები, ჯავშან ტექნიკა, საარტილერიო საშუალებები. გარდა სამხედრო დახმარებისა, დასავლეთმა უკრაინას პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერაც გამოუცხადა. რუსეთს დაუწესა ფინანსური თუ ეკონომიკური სანქციები. თუმცა ეს ომის მოსაგებად ან მის დასასრულებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე უპირატესობის მიღწევას ყოველდღიურად განაგრძობს. ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთს დაკავებული აქვს დონბასის რეგიონი, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, ბახმუტი, რომლის დასაკავებლად რამდენიმე თვიანი სისხლიანი ბრძოლა მიმდინარეობდა. საბოლოოდ ქალაქზე კონტროლი რუსეთმა დაამყარა. რუსეთი აკონტროლებს ისეთ დიდ ქალაქებს, როგორიცაა მელიტოპოლი, მარიუპოლი, ზაპოროჟიე და ხერსონი. უკრაინის სამხრეთით რუსეთს დაკავებული აქვს აზოვის ზღვის სანაპირო, რაც მას საშუალებას აძლევს საზღვაო პორტების გამოყენებით შეინარჩუნოს სტრატეგიული პოზიციები. ეს უკანასკნელი კი მნიშვნელოვნად ზღუდავს უკრაინის ნავიგაციას. ის რომ უკრაინის ტერიტორიაზე სავალალო მდგომარეობაა და სამხედრო რესურსი არ ყოფნით, მიუთითებს 2024 წლის დასაწყისში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სამხედრო აღრიცხვის ასაკი 17 წლამდე შემცირდა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხსნას და ომის დასრულების ერთადერთ გზად ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას მიიჩნევს. წლებია ამაზე საუბრობს, თუმცა ნატოს წევრი არაერთი ქვეყანა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მთელი ადმინისტრაციის სრული მხარდაჭერისა, უკრაინისა და უკრაინის პრეზიდენტის მიმართ, მათ არ მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინა ნატოში სწრაფადვე მიეღოთ. ეს იყო უბრალოდ ცრუ სიტყვები, რომ უკრაინა იქნებოდა ნატოში, რადგან 10 წლეულები გავიდა და უკრაინა მაინც ვერ გახდა ნატოს წევრი. მიზეზი კი ძალიან მარტივია. ნატოს წევრმა ქვეყნებმა იციან და ეს არაერთხელ საჯაროდაც აქვთ აღიარებული, რომ უკრაინის ნატოში მიღებით ისინი რუსეთთან ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს ჩიხში შეიყვანენ. საბოლოოდ კი ეს მსოფლიოს გლობალურ კრიზისამდე მიიყვანს. თავად ბაიდენი ამას სტრატეგიულ სიფრთხილეს უწოდებდა და ზელენსკის დაჟინებულ მოთხოვნას მხოლოდ ფულადი და სამხედრო დახმარებებით აკმაყოფილებდა. თუმცა არც ეს დახმარება აღმოჩნდა საკმარისი. მრავალი თვეა უკრაინის ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნები საუბრობენ იარაღის სიმცირეზე, რომ მათთვის მიცემული საბრძოლო შეიარაღება უკრაინას მხოლოდ იმაში ეხმარება, რომ არ დამარცხდეს, თუმცა ომის მოსაგებად საკმარისი არ ახს, მათ არასდროს აძლევენ. გარდა ნატოს წევრობისა, უკრაინამ ამერიკისგან ვერც დაპირებული დახმარება მიიღო სრულად. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ომის დაწყებიდან სამხედრო თუ სხვა სახის დახმარებებისთვის უკრაინისთვის ოფიციალურად 177 მილიარდი დოლარი აქვს გამოყოფილი. თუმცა უკრაინამდე ამ თანხის ნახევარმაც ვერ ჩააღწია. თუ ჩვენ ავიღებთ მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების ფულს, მათ ამ ომის განმავლობაში უკრაინისთვის სადღაც 177 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება, თუმცა მოდით პირდაპირ ვთქვათ, ჩვენ ამ ფულის ნახევარიც ვერ მივიღეთ, ამის მიზეზი შესაძლოა კორუფცია ყოფილიყო. ვისია ეს კორუფცია, ეს უკვე სხვა საკითხია. ჩვენ ამერიკას ვთავაზობდით იარაღი უკრაინული სატვირთო თვითმფრინავებით გადაგვეტანა, თუმცა ამერიკელებმა ეს საკუთარი თვითმფრინავებით გააკეთეს, რამაც ტრანსპორტირების ხარჯები გაზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის დიდი რაოდენობით დახმარების გამოყოფის წინააღმდეგ არაერთი სენატორი გამოდიოდა. დახმარების მრავალმილიონიანი პაკეტები ერთი მეორის მიყოლებით, ზოგჯერ რთულად, მაგრამ მაინც მტკიცდებოდა. თუმცა ომს დასასრული მაინც არ მოუჩანდა და ამაზე არც არავინ საუბრობდა. არც საუბრობდნენ და აღმოჩნდა, რომ ამერიკის მაღალჩინოსნები, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ, მოლაპარაკებები დაეწყოთ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, არც ცდილობდნენ მშვიდობის დამყარებას. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა ალექსეი არისტოვიჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთისთვის უსიამოვნებების შესაქმნელად დაიქირავეს. არისტოვიჩმა უკრაინა ავღანეთსაც კი შეადარა. სატყუარა დათვისთვის ავღანეთი როგორც გსურთ ისე დაარქვით. ჩემი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენმა ბელადებმა გაყიდეს უკრაინა, როგორც ინდიელთა ტომი, რუსეთთან საომრად. უკრაინის ბელადებს დაჰპირდნენ საბანს ფერადი სურათებით. ბელადებმა მიიღეს საბანი ფერადი სურათებით, ხოლო დანარჩენმა ხალხმა არაფერი მიიღო განადგურებული ენერგეტიკის, 10 მილიონი ლტოლვილის, დანგრეული ეკონომიკისა და გაურკვეველი პერსპექტივების გარდა. ომის დასრულების მოლაპარაკებების თემაზე საერთაშორისო გამოცემა New York Times-მა რამდენიმე დღის წინ სკანდალური სტატია გამოაქვეყნა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ომის მინისტრი უწოდა. New York Times-ი შტატების მთავარ დიპლომატს ომის განგებ გახანგრძლივებაში ადანაშაულებს. ომის მიმდინარეობის დროს არც ერთი მხარე არ ცდილობდა მოლაპარაკებას, ამიტომ ბლინკენი ნაკლებად მშვიდობის მყოფელი იყო, ვიდრე ომის სტრატეგი. როდესაც გაერთიანებული შტაბის უფროსმა მარკ ამილიმ 2022 წლის ბოლოს ბლინკენს შესთავაზა, რომ უკრაინამ უნდა გამოიყენოს ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატება მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, ბლინკენმა დაჟინებით მოითხოვა ბრძოლის გაგრძელება. პირველი, ვინც ომის დასრულების რეალურ გზებზე დაიწყო საუბარი, დონალდ ტრამპი იყო. წინა საპრეზიდენტო კამპანიის დროს მან ამერიკელი ხალხის წინაშე დადო პირობა, რომ მილიარდიანი დახმარებების ნაცვლად ის მუშაობას დაიწყებდა ომის სწრაფი დასრულებისთვის. ზელენსკი ანგელოზი არ არის, მას არასდროს უნდა დაეშვა ეს ომი მომხდარიყო. ზელენსკი ებრძოდა ბევრად უფრო დიდ რამეს, ბევრად უფრო დიდს, ბევრად უფრო ძლიერს. მას ეს არ უნდა გაეკეთებინა, რადგან ჩვენ შეგვეძლო შეთანხმების მიღწევა. შემეძლო ძალიან მარტივად მიმეღწია გარიგებისთვის და ზელენსკიმ გადაწყვიტა, მინდა ვიბრძოლო. უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ომის დასრულების სურვილს და რეალურ გეგმებს აკრიტიკებდა. მეტიც, ერთ-ერთ ინტერვიუში ამის გამო ზელენსკი ტრამპს მომავალში ეგრეთ წოდებულ ლუზერ პრეზიდენტობას უწინასწარმეტყველებდა. Невже він хоче бути потім президентом-лузером? მას სურს ლუზერ პრეზიდენტად გახდომა, გვესმის რა შეიძლება მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა მახია პაუზის შემდეგ პუტინი წინ წავა. დაამცირებს ტრამპს და მსოფლიოს თვალში ძალიან სუსტს გამოიყვანს, ის რისკავს გახდეს ლუზერი პრეზიდენტი. თუმცა მას შემდეგ, რაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, ზელენსკიმ რიტორიკა შეცვალა. ფაქტია, რომ ომის დასრულება მისთვისაც პრიორიტეტული გახდა. ნატოში გაწევრიანების შესახებ საუბარს კი ისევ აგრძელებს, თუმცა ახლა პასუხისმგებლობას შტატების ახალ პრეზიდენტს აკისრებს. არის 4 ქვეყანა, რომლებიც არ უჭერენ მხარს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. ესენი არიან ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, სლოვაკეთი და უნგრეთი. თუმცა ყველაფერი ამერიკის შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. თუ ტრამპი მზად იქნება დაინახოს უკრაინა ნატოში, ჩვენ ვიქნებით ნატოში. ყველა ამის მომხრე იქნება, თუ პრეზიდენტი ტრამპი არ იქნება მზად დაგვინახოს ნატოში, ჩვენ არ ვიქნებით ნატოში. დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგა. ტრამპმა რუსეთ-უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა. კიტ კელოგი უკრაინის ომის დასრულების 100 დღიან გეგმას უხელმძღვანელებს. ტრამპმა განაცხადა, რომ აქვს მკაფიო გეგმა ომის შესაჩერებლად. პირველ რიგში მისი სურვილია მიმდინარე ომს მეტი ადამიანის სიცოცხლე აღარ შეეწიროს. ამასთან ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ არაერთხელ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის ურყევი მხარდამჭერია, თუმცა მისი თქმით, ომის გახანგრძლივება ასობით ათასი გარდაცვლილ ადამიანს ნიშნავს. ამასთანავე ისედაც დასუსტებულ ეკონომიკას კიდევ უფრო გაანადგურებს. ზელენსკი ტრამპს ან მისი ადმინისტრაციის წევრებს ჯერ პირადად არ შეხვედრია. როგორც ტრამპის უმცროსი ვაჟი წერს, უკრაინის პრეზიდენტი ცდილობდა ტრამპის ინაუგურაციაზე მოხვედრას, თუმცა მან ცერემონიაზე დასწრებაზე უარი სამჯერ მიიღო. ყველაზე სასაცილო ნაწილი ისაა, რომ მან არაოფიციალურად სამჯერ გვთხოვა ინაუგურაციაზე მიგვეწვია და ყოველ ჯერზე უარი ვუთხარით. უცნაური ადამიანია. ახლა კი ისე იქცევა, თითქოს მან თავად გადაწყვიტა, რომ აქ არ ჩამოსულიყო.
ვოლოდიმერ ზელენსკიმ ომის დასრულებასთან დაკავშირებით რიტორიკა შეცვალა, მაგრამ ამასთანავე განაცხადა, რომ თუ კი რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიიღწევა, უკრაინაში მინიმუმ 200,000 ევროპელი სამშვიდობოს განლაგება იქნება საჭირო, იმისთვის, რომ რუსეთმა ომი ისევ არ დაიწყოს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ უკრაინას დასჭირდება ევროპელი სამშვიდობოები, რათა თავიდან აიცილონ ახალი რუსული თავდასხმა, მათი რაოდენობა მინიმუმ 200,000 უნდა იყოს. სამხედროების ეს რაოდენობა საჭირო იქნება უსაფრთხოების გარანტია, თუ რუსული ჯარის რაოდენობა 1,5 მილიონია, უკრაინას ამ რაოდენობის მხოლოდ 1/2 ხავს. ჯერ უცნობია, რა შედეგს დადებს ტრამპის 100-დღიანი გეგმა და შეწყდება თუ არა ცეცხლი უკრაინის ტერიტორიაზე 100 დღის შემდეგ, თუმცა მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, უკრაინის სრულ რეკონსტრუქცია რესტავრაციას, ომის დასრულების შემთხვევაში 100 მილიარდი დოლარი და მრავალი წელი დასჭირდება და რაც უფრო მეტად გახანგრძლივდება ომი, დრო და ციფრები მით უფრო მეტად გაიზრდება.